მოგესალმებით. ვაგრძელებთ პროექტს, რომელიც 5 თვის წინ დავიწყეთ და ჩვენ დანაპირები იყო შემდეგი. კომენტარებში ვინც დაწერდა რა მანქანა იყო და რა ტურბო დაყენდებოდა, მანქანის გამოცნობის შემთხვევაში საჩუქარი იყო ტელეფონი iPhone 13 და ტურბოს გამოცნობის შემთხვევაში საჩუქარი ჩვენგან იყო ძრავის ნასტროიკა. ერთი სიტყვით ჩამოვიდა ნაწილები. აგერ თქვენს წინაშე არის პატივცემული გადმოტორსის ტურბოები, რომელიც გათვლილი არის დაახლოებით 1400 ხენის ძალაზე. გადმოტორსის ეს ეგრეთ წოდებული ცეპლენია, ეს ჟარგონს ვიხმარ, იმიტომ რომ გინდა ცეპლენია, გინდა კლაჩი. გაძლიერებულია 1800 ნიუტონზეა გათვლილი ეს ცეპლენია. ტურბოებს რაც შეეხება, ტურბოები არ არის ჰიბრიდი. ტურბოები არის აბსოლუტურად სხვა, ან ნოლიდან ჩამოსმული დამზადებული გადმოტორსის მიერ და გამოიყურება ძალიან მაგრად. და ყველაზე მთავარი რაც არის საკისარზე, ანუ პაჩერნიკოვი ფრთები, ტურბოებია. რაც შეეხება ახლა გამშვებ სისტემას. გამშვებ სისტემა არის ვეისტეკის 4-4-ზე წამყვანის დაუნფაიფები, 76 მმ-იანი. კვადროს შემთხვევაში პირდაპირ დაუნფაიფები არ მიდის. ესეთი ფორმის დაუნფაიფები არ დგება მანქანაზე, ვინაიდან უკანა წამყვანის ისა კვადროს შემთხვევაში წინა ხიდი და წინა ყუმბარა უშლის ხელს. ამისთვის საჭიროა შემდეგი რა. ეს ორივე მხარეს დაუნფაიფი და ამისთვის რო დავაყენოთ ეს დაუნფაიფები და სწორად დადგეს, ამ შემთხვევაში ვეისტეკი ატანს ესეთ პადმატორნის ლაპებს, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ქარხნულისგან განსხვავებით დამზადებულია ხელით, იმიტომ რომ ეს დაუნფაიფები დავაყენოთ და არაფერს არ მოედოს და გამტარიანობა გქონდეს იდეალური. მოკლედ ეს ლაპებიც იცვლება, ალუმინისგან განსხვავებით ეს რკინაა და ლაპებს ჭირდება თავისი ზომის პადმატორნები. ესენიც ახლებია, ესენიც ამ კიტს და კომპლექტს მოყვა. პადმატორნები ორივე ახალია და დაუნფაიფების გაგრძელება. 76 მმ-იანი გამშვები კაროპკის შემდეგ მიდის, თუ არ ვცდები რეზონატურის შემდეგ გადის ეს ტრუბები და ამ ტრუბების შემდეგ ქარხნულ გამშვებზე არ გადავაბავთ, აუცილებლად გავაგრძელებთ იგივე ზომით 76 მმ-იანი ტრუბით ბოლომდე გავიყვანთ. ამას კილში მოყვა რა თქმა უნდა თავისი ხამუტები, გადასაბმელები, თავისი პრაგლატკები, ინსტალაციისთვის რაც ჭირდება, ყველაფერი მოყვა თავიდან ბოლომდე. ეს დამცავებია, თერმოდამცავები, რომელიც ტურბინის ზემოდან დგება ძრავის თავზე, გალოუკაზე. ეხლა რაც შეეხება ძრავის შიგნებულობას. ყველა დეტალი ჩამოვიდა. აქ არის კლადიშები, როგორც შატუნის, ისე კარენოის, შემზეთები. მოკლედ ეს დეტალები, რაც გჭირდება ძრავის ასაწყობად და ხელს არ შეგვიშლის, ყველა დეტალი გვაქვს ადგილზე. აქ გვაქვს კიდე სალნიკები, პრაგლატკები, მანჟატები, აი ესეთი დეტალები, რომლებიც ორიგინალია, ცენტრშია შეძენილი გერმანიაში. ჩამოვიტანეთ და ყველა დეტალი, რაც მანქანაზე დადგება, ტუნინგოვი დეტალების გარდა, ყველა დეტალი იქნება ახალი და ორიგინალი ცენტრის. არანაირი aftermarket. იმიტომ რომ ამ ძრავებზე ცოტა რთულად მოიპოვება aftermarket დეტალები. როგორც არის მაგალითად კლადიში, როგორც არის სალნიკი, მოიპოვება, მაგრამ არ არის ხარისხიანი რა. ფასებში დაახლოებით 10-ჯერ მეტია ორიგინალის ფასი ახლის, ვიდრე სხვა კომპანიის წარმოების რა. რაც შეეხება ახლა ძრავის ბლოკს. ძრავის ბლოკით ჩამოვიდა, ახლა გაჩვენებთ, რომელშიც ჩავალაგეთ თუ გახსოვთ დარტონის სლივები, ან გილძები. დაგილძოს სამწუხაროდ საქართველოში ვერ მოხდა ფიზიკურად. ალბათ იმიტომ რომ არ გვაქვს ისეთი სიზუსტის ჩარხები და დანადგარები, რომელიც ამ საქმეს ჭირდება. საზღვრად გაკეთდა ამისი დაგილძვა ამ ბლოკის. და გვაქვს კიდევ ბენზონავსები, მაღალი წნევის, დაბალი წნევის მეთანოლის სისტემა, ინტეიკის სისტემა, Black Boost-ის ინტეიკია, სპულის ბენზონავსებია. თუ არ ვცდები და სწორად მახსოვს AM-ის ან Snow Performance-ის მეთანოლი გვაქვს, კიტი არ მახსოვს, აქ არ მაქვს და
წინა ვიდეოში გაჩვენეთ რომელი კიტიც არის. ვეისტეკის დაუნფაიფებია, გადმოტორსის ტურბოებია და გადმოტორსის წეპლენია. დეტალები ძრავის ორიგინალი და ახალია. კაროკის სიგნალურობასაც შეეხება ეგეც Black Boost-ის არის, ფრიქციონები და მთლიანი პაკეტები. და რა გვჩება კიდე მეტი არაფერი, უნდა დავდგეთ და ავაწყოთ. ჯერ უნდა დავშალოთ მანქანა. ყველაფერი მოვიყვანოთ რიგზე, რომ აწყობა დავიწყოთ. და აწყობის პროცესს მთლიანად გადავიღოთ, სავარაუდოდ ვიდეო გამოვა, სავარაუდოდ. YouTube-ზე დავდოთ და ნაწყვეტ რაღაც ნაწყვეტებს დავდოთ TikTok-ზე. გათამაშებას რაც შეეხება ახლა. მე კადრში ჩავსვავ მოგებულებს. ორივე შემთხვევაში YouTube-ზე დაწერილმა კომენტარებმა მოიგო ორივე პრიზი. მანქანა არის CLS 63S-ი, რესტაილინგი 2016 წლიანი. ტურბოები კი გითხარით თუ რა ტურბოებია. მანქანის გამოცნობის შემთხვევაში პრიზი იყო ტელეფონი, ტურბოს გამოცნობის შემთხვევაში პრიზი იყო ჩვენგან უფასო ძრავის ნასტროიკა. მონიშნავ ორივე კომენტარს, ჩვენს ამოვიღებ და დავდოთ ვიდეოში. დროებით